პრობლემები მეფუტკრეობაში, უხმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. მეფუტკრეთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული აკაციის სეზონი ჩავარდა, არ არის გამორიცხული ეს თაფლის ფასზეც აისახოს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით არსებული მდგომარეობის მართვის კუთხით მეფუტკრეები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. პირველ რიგში გლობალურმა კლიმატურმა პირობებმა ზოგადად საქართველოსაც შეუქმნა პრობლემები და ეს რა თქმა უნდა მეფუტკრეობის დარგშედაც აისახება უპირველესად. ჩვენ აბსოლუტურად დამოკიდებული ვართ ამინდზე, აბსოლუტურად დამოკიდებული ვართ სცენარეებზე, სცენარეების ყვავილობის ფაზებზე. შესაბამისად ცუდმა გაზაფხულმა, წვიმებიანმა, ცივმა გაზაფხულმა მეფუტკრეობის დარგ შეუქმნა პრობლემები და უპირველესად შეუქმნა იმ კუთხით, რომ ფუტკრის ოჯახებში გაჩნდა საკვებით და ნახშირწყლოვანი და ცილოვანი შიმშილი. ანუ ეს ყველაფერი გამოიწვია საკვების ნაკლებობამ. შესაბამისად ასევე აკაციის ყვავილობას დაემთხვა ცუდი ამინდები და ცუდმა ამინდებმა აკაციის ყვავილის გახუჭა. ანუ მოლოდინები, რომ აკაციის თაფლი გვექნებოდა წელს, უკვე არა გვაქვს. ანუ ძალიან მცირე რაოდენობით იქნება საქართველოში და შესაბამისად აკაციის თაფლის, ანუ ამ სახეობის თაფლის ფასი თაფლი თვითონ იქნება დეფიციტი და შესაბამისად ალბათ ფასებით გაიზრდება. ახლა შეეხება ზოგადად მოლოდინებს. ჩვენ ველოდებით ახლა მეფუტკრეები უკვე სხვა მცენარეების ყვავილობას, ეს უპირველესად არის წაბლი, ცაცხვი, მაყვალი, ველური ხურმა და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ და ალპური ზონა, ასე ვთქვათ. შესაბამისად, აქაც პრობლემები გვაქვს წაბლთან დაკავშირებით, მაგალითად წაბლი საქართველოში დიდი ხანია დაავადებულია ქერქისოპოვანი დაავადებით. და წელს კი არა შარშანაც, ასე ვთქვათ, უკვე აღენიშნა ახალი დაავადება, ეს არის წაბლის აღმოსავლებული გალისებრი კარაწანა, რომელიც წაბლის კვირტებში, სანაყოფი კვირტებში დებს კვერცხს და შესაბამისად მერე ხდება ამ კვირტების გალებად ჩამოყალიბება, რაც უკვე როგორც სცენარის ნაყოფიერებას ხელს უშლის, ასევე მის ახალ წამანაზარდებს, ასე ვთქვათ, ახმობს. და ესეც მასიურად არის საქართველოში გავრცელებული. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა იფიქროს ამ პრობლემაზე და შესაბამისად უნდა შემოიყვანოს ერთადერთი გამოსავალი, რაც არსებობს ჯერჯერობით სამეცნიერო წრეებში, რაც ამოვიკითხეთ, ეს არის მისი ბიოლოგიური მტრის შემოყვანა, რომელიც შეებრძოლება მას და ეს პრაქტიკა უკვე ევროპის ქვეყნებში არსებობს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და შესაბამისად დასანერგი იქნება და დასაკვირვებელი იქნება საქართველოშიც რამდენად გამართლებს ეს ყველაფერი.